დღევანდელი შინაარსი მოსაწევის გარდა იქით რაც არაფერია აგიცნობს სიტუაცია რა და როგორ არის მანჩაიძე 25 წლება 70 წლის ამ დღის მანძილზე მე არადროს შემიწუხები ხართ რომ მასთან შეხვედრა ყოფილიყო მისი ნახატები დაგეცნოთ და გენახათ მაგრამ ეს ჟამიც დადგა იმიტომ ისეთი ძალიან სერიოზული თარიღია არც უსახუმარო 70 წლის თავი ადამიანები 30 და 40 წლისანი თვლიან თავის მონადარს რა გააკეთეს და რა მოიქეს და 70 წლის კაცს მიუხედავად იმისა რომ თავისი კვალი ფეხბურთში გაავლო ძალიან ბევრი რამე ერთის ცხოვრების სხვა დარგებში ხელოვნების დარგებში სპორტის დარგებში მანჩაიძე მხატვარი თუ იყო ჩემგან როცა მოსაწევებს ვაძლევდი ხალხს მაშინ მართლა ვთხარი მე არ დავიწყებ მოყოლას რადონის მხატვარია ნახეთ და პირველი ეშტაბეჭდილება ჩემი ნათესავი გოგონა მახდა თბილისში როცა ბატონო მამუჩარიდან ჩამოვიტანე ნახატები და მძღოლი იმათი ახტაცება იყო და რა ლამაზია და ნუ ახლა ბავშვია და მე ვთქვი ამის ახტაცება მაგრამ მუზეუმში რომ მოვედი და გამოფენა დავეწყე თანამშრომლები აღარ გადავედი ისეთი შტაბეჭდილება გარჩა ამიტომ ვისაც სპორტი გაინტერესებს გარდა ფეხბურთისა მანჩაიძე არის ოსტატონის კანდიდატი ჭადრაკში და თუ ვინმეს საჯილდო ქვა გინდათ რომ გასინჯოთ რა დონის მოჭადრაკეები ხარ თავისუფალ დროს შეტანხმდით თქვენ და ბატონი მამუჩარი და მე არა ვარ წინააღმდეგი და მიჭიდავით ვინ მოერევა ეს ერთი დარგი ეხლა ჩვენ ასე წავიყვანთ დღევანდელ საღამოს როგორც ქართველებმა ვიცით ეხლა ალბათ ამდენი ხალხი ნერვები კიდე შემოვლენ ქუჩაში გაივლიან ზოგი გამოიწედავს რაღაცება ზოგს გაახსენდება და ეს გარკვეული ფიქრობ ბოლომდე სანამ დავამთავრებ საღამოს შეივსება მადლობა ყველას ხარდაჭერისთვის რომ მობრძანდით ამ საღამოს მეც დამაფასეთ ამასთანავე რომ მეკითხავთ და მოხვედით და ამ დიდ პიროვნებასთან შეხვედრას აუცილებლად ვფიქრობ რომ დიდი რეზონანსი მოხდება და ბევრი ინენაებს ნეტა ყოფილიყავენ დღევანდელ საღამოს გასმევით ვაცხადებ კიდევ ერთხელ მეესალმებით ბატონ მამუჩარიძეს მადლობა მას რომ დაბალფასა რაიონში ჩამოვიდა 70 რაიონია საქართველოში არა ვარ დიდი მაგრამ მაინც 70 და ერთ-ერთი პირველი ასეთი პერსონალური გამოფენა ჩვენ გავხსენით ეხლა შეგვეჭირდა რომ ზუგდიდიდან დაწყებული ხელოვნური დამთავრებული სხვა რაიონის ცენტრები მაგათინებაა ეხლა მე შეიძლება ნაკლები ვილაპარაკო იმის გამო რომ მიუხედავად იმისა მე და მამუჩარი ხატონ ქერზე რომ დავაკავშირა კოლეგები ვართ ორი ხატონთა კავშირის წევრები ვართ სხვა ინტერესებიც იყო ჩვენი უბრალოდ მე როგორც რიგითი მაყურებელი გადატერებული იყო დინამოს სტადიონი და აღზევების ხანაზე რო იყო ფეხბურთი ქართული იქ არა მარტო ფეხბურთის გულშემატკივრები მიდიოდნენ არამედ საქართველოში 10-20 კაცის სახელი ოჯახში ფიგურირებდა მათ შორის მანჩაიძისა და სხვა ძალიან კარგად იცით რამხილა მასშტაბის ფეხბურთელები ყავდა სამწუხაროდ ნაწილი მათგანი ასაკის გამოს და ახალგაზრდას ბევრი რაღაცის გამო აღარ ყოფდა გარდაიცვალა. აქაც ჩემი მეგობარი მურადი სადაგიშვილი და ყავს შვილიშვილი გაბრიელი პატარა ბავშვი აქ. აი ამან უკვე პატარა ბავშვი ხო არის მამუჩა უკვე ჩაენერგა ყველაფერი რომ ახლა სპორტსმენია რეზონანსი წავა მამუჩარის სახელი თაობებში. 100 წლის მერე რო აღარ ვიქნებით არც მამუჩარი არც სიტყვად ჩვენი ასაკის ხალხი მოგონება დარჩება იყო დიდი ფეხბურთელი ლეგენდარული ფეხბურთელი თქვა არაწერია ამ რეკლამას ამ აფიშას რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ამაში ყველა აი ჩემი თაობის ხალხი და ჩემზე უფროსები დამიტანხმები როგორ თავქუთ მოგლეჯილი გარბოდით დინამოს სტადიონზე რომ ეს გრანდები გვენახა რომლებიც აღზევების ხანაში იყვნენ და ბატონი ვერი მაისაშვილი მთელი ეპოპეა და მთელი ასე ვთქვათ არქივია მასალისაც ეგან იქით რო ვიჯექით ბატონ თამაზის კაბინეტში ყვებოდა რაღაცებს თუ იქ ნაპოლის ფნელი რას ამობდა კანკოვი რას ამობდა კიევსკოვის რას ამობდა და გაგიჟებული და შეყვარებული იყვნენ კოლეგები არა გულშემატკივრები კოლეგები კარგი ფეხბურთელები ცნობილი ფეხბურთელები ეს ბევრს ნიშნავს ამიტომ მე აღარ გავაგრძელებ ჩემს გამოსვლას ის ფერწერალზე ორი სიტყვით ვიტყვი და უფრო სპეციალისტებს და მის ძალიან ახლო მეგობრებს მივცემ საშუალებას თავისი აზრი გამოთქვა ჩემი ნახო ვერ მოვასწარი სახში მამუჩათა როცა მედიოდი სურათები ერთმანეთთან მილაგებული და როცა უკვე გავაწყეთ და ჩამოვიდეთ ბატონი გია მომეხმარა ქონდა საშუალება რომ რაც მანძილია საჭირო 1.5 მეტრი იქიდან აღმექვა ეს სილამაზე და მართლა დავთქვით და მართლა რაღაცა განსაკუთრებული აურა შეიქმნა
ეხლა უფრო უკეთესი აურაა თქვენ რომ მოგზავნით და შეავსეთ ეს დარბაზი მე ვფიქრობ სანამ ჩვენი ჟელოდი და რაღაცა სწორებული მოასწავლეთ დათვალიერება ამიტომ ვისაც სურვილი გექნებათ მე ვიღაცებს ამათი ადამიანის პერსონას ვეთქვი რომ სიტყვა თქვას და თუ სურვილი გექნებათ თქვენს მანიშნეთ რომ თქვენს გინდა გამოთქვათ და თქვენი აზრი საზოგადოებასაც გაუზიაროთ და ბატონმა მანუჩარმაც მოისმინეთ თუ რას ფიქრობთ მის შეუმჩნევებაზე როგორც მხატვარზე ეხლა მე მინდა არა მხატვრის კუთხიდან დანახული არამედ სტუმრებად ორი ძალიან ცნობილი ფეხბურთელი ერთი ჩვენზე იმიტომ ვამბობ ერთი თაობა ვარ მე ბატონი ვახტანგ ქორიძე და მანუჩარი ახალგაზრდა გელაკეტაშვილი მე მინდა ჯერ ბატონმა ვახტანგ ქორიძემ თქვას იმიტომ თანაგუნდელები ტოლებრები მეგობრები და იმ პერიოდის ერთ-ერთი დიდი ფეხბურთელი ვახტანგ ქორიძე იყო ამიტომ მოდი ვახტანგმა დაიწყოს და მე გავაკეთოთ ლაპარაკი მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო დიდი მადლობა ასეთი ყველაფერი თქვენთან ძალიან დიდი მადლობა მე მინდა ჩემი მანუჩარი დავახასიათო და ვახარ უნახე სურათები არ მინახია კიდო რა იცი შაბა ბიჭო მინდორზე ხო ხატავდი ეხლა შეგვიძლია ხატრო აი შეიძლება აგრეთვე წესერიგაცია ვამდენი შეძლო აღარ ვიცოდი რა უკვე ხატვა დაიწყო 1978 წელი იყო მე დინამოში ბაზაზე დაიწყო და თავისთვის ახალ დაიწყო ჩვენ ამ დროს დოვიდოვიდი კარტი ხატვარი მობილი ცოტა მეტყვა ხედი მოგებართო შეამბობ ძალიან დიდი მადლობა კიდევ რა ყველა პრინციპს ვიცოდი ძალიან ბევრი სასიკამბლო ფეხბურთელი ყავდა და ყავს ნუ ეხლა საწყენი არა ეს თაობა მოიქოჭინებს შედარებით იმასთან იმერ 60-იან წლები და 70-იან და 80-იან წლები ნახევარი იყო მაგრამ მიუხედავად ძალიან ბევრი დიდი ფეხბურთელისა ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარი მოგესალმებით შემოგარებო ბატონმა მანუჩარმა სასიამოვნო მოგებულობა დაგვახვედრა მე მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი როდესაც ტორპედოში წამოყვანეს თბილისიდან და ბატონი მანუჩარი და გოშა დაგვდენი ესენი ბატონოსები ფეხბურთელები იყვნენ და მათგან როგორც უბნიდან ახალგაზრდები ვართ და ჩვენ რისელები როგორც უბნიდან ვიცნობთ ერთმანეთს სწავლობთ მისგან ბევრი რამე ვისწავლეთ ჩემ საფეხბურთო კარიერაში და დღეს მე სასიამოვნო თავად გაოცებული რომ აი ამ წინვალე მანუჩარის უყურებ ეს ბატონი მანუჩარის შემოქმედება არის და უბრალოდ ბედნიერი ვარ იმით რომ აი ესა ადამიანთან მიწაში უფროს უმცროსობა მეგობრობა და ჩახუტება დიდი მადლობა ჩემო დონეზე დიდი მადლობა მოგამზია მოდელი დაშფარებული ეხლა ჩემო მეგობრებო ფეხბურთელები ორი სასიყვი ჩამოსული თავის საფრთხეში არ დაპატიჟა ეხლა მეორე მხრიდან როგორც ფერწერი როგორც ხატვარი ჩვენთან სტუმრად არის საქართველოს ხატვართა კავშირის თავმჯდომარე ბატონი გურამ ზერწვალზე თვითონ ხელოვანი კაცი მისი მხრიდანაც მოვისმინეთ მოგესალმებით მეგობრებო ძალიან სასიამოვნო საღამო გახლავთ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონ ეზოს სვერს აი მუნიციპალიტეტს შესანიშნავ მუზეუმს რომ ამ არაჩვეულებრივ პიროვნებასთან გაიგებმა ასეთი შეხვედრა და არაჩვეულებრივი მართლაც გამოფენის ნახველები ვარ ბატონი მანუჩარი აქ იმდენი ითქვა და საერთოდ იმდენი დაწერილა იმდენი თქმულა ამ ლეგენდარულ ფეხბურთელზე სპორტსმენზე პიროვნებაზე რომ ახლის თქმა კიდევ და კიდევ უფრო გაალამაზებს როგორც მხატვარს და ამ შესანიშნავ ინტელექტუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როდესაც აი თანამედროვე საერთოდ ქართულ სპორტში და საერთოდ სპორტი დაკავებული ასეთი მასშტაბური წარმატებების მქონე პიროვნება რომ ასეთი შესანიშნავი ინტელექტუალური შემოქმედებითი ნაყოფით სამდგება ხოლმე
მაყურებლებისა და ხელოვნების დამფასებლების წინაშე. ეს იშვიათი შემთხვევაა. მათ რაც მე პირადად ვერ ვიხსენებ, რომ მსოფლიო სპორტის ისტორიაში აი ესეთ წარმატებული მსოფლიო მასშტაბის მქონე სპორტსმენს აი ესეთი წარმატებული ნაბიჯები გადაედგას სახვით ხელოვნებაში. აბსოლუტურად დიამეტრულად განსხვავებული სფერო გახლავთ სხვა იბადება ისევ როგორც იბადება დიდი სპორტსმენი და შემდეგ ვითარდება მისი შესაძლებლობები ასე არის დიდი ხელოვანი საერთოდ ხელოვანი ადამიანები ეს თვითყოფადი ნიჭია უფლის გამომამადლებულია ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობები და აი ესეთ პიროვნებაში რომ ეს ორი რა გაერთიანად აი ესეთი წარმატებული პიროვნება არდგა ჩვენი ბატონი მანუჩარ მაჩაიძე საზოგადოების წინაშე ეს არის ძალიან ასაფასებელი ძალიან საამაყო და ჩვენ ვამაყობთ ამით ჩვენი მეგობარია საქართველოს ხატვართა კავშირი 100 წლოვან ისტორიას მოითვლის ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა შემოქმედებითი გაერთიანება და დღემდე მოდივარ და დღევანდელი შემადგენლობა საქართველოს ხატვართა კავშირის 1700-ზე მეტ წელს მოითვლის და ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი როგორც ნაიური ხელოვნების წარმომადგენელი როგორც ბატონი მანუჩარ მაჩაიძეა ჩვენი წევრი გახლავთ ეს ძალიან დასაფასებელია ჩვენთვისაც მანუჩარის საკმაოდ დაფასებს ასეთ ჩვენს ოჯახში ყოფნას და მიუხედავად იმისა რომ მას კიდევ ხაზგასმით ვამბობ არ მიუღია უმაღლესი სამხატვრო განათლება რამე თუ პროფესიონალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ხელოვნებაში განვითარება შემდგომი ამ დიდი ნიჭის მე დარწმუნებული ვარ ბატონ მანუჩარს უთქვას კიდე ჩვენთან პრივატულ საუბრებში რომ გაიგრძელებინა სწავლა ცხინვალე პიროვნება გახლავთ თვითონ არის ტექნიკის მეცნიერება და დოქტორი თუ არ ვწდები უაღრესად განათლებული პიროვნება ამას იმიტომ არ ვამბობ მე ვეხლა ბატონ მანუჩართან ჩვენ საუბრობთ და აუცილებლად უნდა ვთქვა რაღაც მართლაც ესეთია შესანიშნავად იცნობს ქართულ ისტორიას ქართულ ფოლკლორს საერთოდ არის ძალიან განათლებული ადამიანი და მით უმეტეს ამ ხელოვნების კუთხით როდესაც ეს განვითარება მოხდა მისი და არ მიუღია მას პროფესიონალური განათლება ანუ არ დაუმთავრებია არც ერთ უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელი და მათ შორის თბილისის სამხატვრო აკადემია არაჩვეულებრივი წარმატებები აქვს ფერწერაში სახვით ხელოვნებაში აი ჩემს მარჯვნივ სურათი ეს მისი მშობლიური რაჭაა ეს არის არაჩვეულებრივი თითქმის პროფესიონალიზმის დონეზე შესრულებული ნამუშევარი და ნებისმიერ გამოფენას რო დაამშვენებთ აქ არის გამორჩეული ჩემთვის გამორჩეული ნამუშევრები რომლებიც ნებისმიერ პროფესიონალ ხატვართა გამოფენას დაამშვენებთ და ასეც ყოფილა ბატონი მანუჩარი ეხლა დადგა მისი პერსონალური გამოფენები თქვენს წინაშე თუმცა მრავალი გამოფენები ყოფილა თბილისში მის პარკებს გარეთაც სადაც ბატონ მანუჩარს ძალიან კარგად წარმოუჩენია თანამედროვე ხატრობა და მათ შორის მოსკოვშიდაც რამოდენიმე წლის წინ უბრალოდ ერთი 10 წლის წინ როცა ცოტა უფრო ესეთი სიტუაცია რო იყო არა პოლიტიკურად ასეთი დაძაბული და ძალიან ცუდი იმ პერიოდში მოსკოვში ქონდა ეს არის ცენტრალური მხატვრის სახლი სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მით უმეტეს პოსტსაბჭოური რესპუბლიკებიდან არაჩვეულებრივი ხელოვანი ადამიანები იფინებიან და ბატონ მანუჩარს იქ ქონდა პერსონალური გამოფენა ჩვენ წარვადგინეთ საქართველოს ხატვართა კავშირმა და იქ დაუთმეს საგამოფენო სივრცე რაც არც თუ ხშირად ხდება და მე წაკითხული მაქვს პრეს რელიზი იქიდან მოწოდებული როდესაც ჩამოვიდა როგორი წარმატება ჰქონდა ამ გამოფენას და როგორ აქტოვანებით მიიღო ასე ვთქვათ მოსკოვის ხელოვნების მოყვარულებმა ბევრი რამე შემილია ვთქვა პიროვნებაზე არაჩვეულებრივი ოჯახი არაჩვეულებრივი შვილები შვილიშვილები კარგი მეგობარი კაცი აი ესეთი პიროვნება ბატონი მანუჩარი იმიტომ რომ მისი შინაგანი სულიერი სამყარო ძალიან დიდარია მრავალფეროვანია მრავალწახნაგოვანია და ღმერთმა დაუწოს წარმატებები დიდხანს სიცოცხლე და გამარჯვებები მომავლის ბატონი ლერი მაისაშვილი რომელიც იმ თაობის მერნეს მეტრეველის დროინდელი თვითონაც ასაკიდან მოდის ყველასთან ახლო იყო ძალიან და რა თქმა უნდა ბატონ მანუჩარ მაჩაიძესთანაც მეგობრობდა და როცა შეატყობინეს ჩემი განზრახვა ეს საღამო და ჩატარებულიყო უდიდესი სიამოვნებით და მოუთმენლად ელოდა ამ დღეს და ამ საღამოს და არ შეიძლება რომ მისი მონაყოლის გარეშე ეს საღამო ისე ჩაიაროს იმ ყველაზე დიდ ინფორმაციას ყველაზე დიდ სიახლოვეს ბატონი ლერი ფლობდა და ფლობს და
ყურადღებით მოусმინოთ ბატონ ლევი მაისაშვილს. ასე. მოგზავნოთ ბატონ. მე მომიწევდა სიკრის თქმა და შავკანერო დავიწყო მანუჩარის სკოლიდან ძალიან მოკლედ ეს სულ ნახევარწუთიანი მანუჩარი მე-14 სკოლაში სწავლობდა გუდამაყარის გუდაზე ცხოვრობდა და იყო შეუძლებელი მოწამე სწავლა დაამთავრა ოქროს მედალზე და ფერმურთა ამოშორდა ამაზე საბადოზე ხდებოდა გაბატონიცაც აიყო კატეგორიულ ცედან დედა და მივიდა წვრილთან გამოიყო შუდრა არ დაუშვათ თორე დაგეგრება ოჯახი და გადაყვება და წიგს აღარ მიხედავს ბატონი დომენი ელექტროინჟინერი გახდა და იმას თქვა რომ მოდი ცოტა შევარჩიე იქ ხუთიანები აქ წარმატებებია ერთ სიტყვით გაერა ამ ყველაფერს ძალიან კარგად მიხეილ მილოშენის დისკურსის მასალები იმან ადგადა მიშა მიმაშვილი და წარადგინეს და ერთ სიტყვით გაერა ამ პერიოდმა სრული წარმატებით იქ გამოჩნდა მოწინააღმდეგეები ფაეტონა რა ასე მე სამოდა რომ ნამოუგო ძმებს გოჩა აქვს ამას მიწროსი ძმა ისეთ სამცხო კაცი და პელოთები და იმათმა თქვენს რომ არა და ჩვენ მაგასო ვერ მოვგოთ და სხვებიც დავიმატოთ სხვა ნახალობიდან აბა შებროდნენ ექინაკენა თემურა გლეხი გოგია ადესა და კიდე სხვები და ესე ნახალობის ნაკრები და დადგენ ერთმანეთის წინაშე ვილის ქართლის სტადიონი არის და ერთი თლოს აგებენ და არის 91 წუთი 99-ზე ხდება ორი თორი და სამი თორი მოიგეს 99 წუთი გადანილი გოლი ეს საფეხბურთო ეს დაუმთავრეთ ახლა ეს სკოლის პერიოდი და ჩვენ კარგად ვბრძანებთ მანუჩარი თვითონ შვედიელი ინჟინერი ქართლის დირექტორი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი გეპეს პროფესორი და ერთი ცხინველი კაცი ნაუქრა ახლა რა თამაშებია 12 წელიწადი თამაშდა დინამოში 67 წლიდან და 67-დან რა 80 პერიოდში ამ წარმატებები ახდა ბევრი და იყო შეგადაში რაღაცა მაგრამ პროშტომ წარმატებები იყო ყველაზე ბევრი ვოვალოლიოში მოვიცით ეს გვერდასახები სულიად ახალგაზრდები წაიყვანა კალინინგრადში აი ნოლტეკ წაიგე სპარტაკთან მაგრამ პირველი პრიზი საუკეთესო ნახევარმცველი აიღო მამუშარმა კალინინგრადში ერთ სიტყვის ასეატვისი არის შემდეგი თამაშები არ არის ძალიან ესეთი სულ ვარდი მოპენილი ლივერპული გნებავთ საკავშირო თამაშები გნებავთ არის წაგებული თამაშები მე დნებთან მოგებული თამაშები 5-1 მოვიგეთ მაგ ბატონი ვახტანგიზის და მანდატ საჯარიმოდან მოხდა კიდევ მოდის და მანუჩარებელს და კარებში მიდის ისე ასე გადაახტება ჩვენს კიდევ და მეკანიზმს ისე რომ ბუნკი არ დაუშვია და ეს წერია უპროსასწრებით ხო მოვიგეთ მაგრამ რამდენი მოგება ბევრი ერთ სიტყვით მე მისწრებდა ჩვენ მეგობრებო რომ მანუჩარი სახელოვანი კაცი დიდებული კაცი აიმოქალაკი კეთილშობილი და არის მე როცა ადამიანს ლაპარაკობ ჩვენ ერთი გვარი ვახსე წერა და ბადატონგრაფთან ცოტა შეიშმოს და და სწორად შეიშმო მე არ ვიცნობ იმ კაცს ვინც არ რუსია მაგრამ როცა იცი კაცაც ვარ და მეგობრად ვარ და მეზობლად ვარ და სპორტსმენს ასეთია რეკლამაში ამისოში აი შედი გახდა ჩვენი მანუჩარი ასეთია და მისი დღევანდელი გაოფენა არის ძალიან ყურადსაღები და მიგესალმები მე ბატონ რეზულ მადლობა მინდა უსხარო ასეთი კარგი კაცი ჩამოგოყანით
თქვენ კიდე ხალხადანად ბალანად თქვენ მოგზავნით მე ფიქრობ თქვენ არაფერი წადილიათ იმიტომ რომ მაჩერზე არის ერთადერთი სახელოვანი კაცი კარგად იცის გარდა კეიპის კეიპის უნდა გაიყო ჩვენი გამენებას კარგი იცის ახო და როგორც გამბალა ყველაზე კაინდოში სოფლიოში ჩვენ ესეთი მან მოიცნო შემოგვიფასებო, როგორც გითხარით, ბატონი მანუჩარი იუბილარი იქნება 25 მარტს, 70 წლის ხდება 25 მარტს. დაბადების დღეს იმის გამო რომ მე წეგან ლახოს და გელას უყვებოდი რა, დავხვი შეხედა თბილისში და სადახარო მეუნა მე ვთქვა ეხლა ამოვიდი მეტროდან 5 წუთში შენთან ვარ მეთქი და ზემოზე დანა კაფეს წინ ბატონი ფემურა შაშიაშვილი და ბატონი მანუჩარ მაჩაიძე და მარტიში აი ეს მატჩი რა საიუბილეოს გეგმავენ რა როგორ უნდა გავიდეს და ითამაშოს ამ სიცივეში და დამიყურებს და შევძლებ მეთქვა არ მომია რაღაცა მე ვთქვა გაანები თავი ხაშუში ჯობიანად და რო წავიდა შაშიაშვილი ჩაიქნა ერთი მაგის და ეს დავგეგმეთ მაშინ ამიტომ მე ვიცოდი რა დროს ხდებოდა 70 წლის და ჩემი მხრიდან მეც რაღაცას ვახერხებ ხალხს ეს საკითხი უნდა მიუძღოთ თქვენი ტრანზაქციები და ერთს გეტყვით კიდე ხაშურში მე 2-3 წლის შემოდგომაზე დავაკეთე ხაშურის მხატვართა ახალგაზრდები ბევრი იყვნენ გამოფენა რომ საზოგადოებას ისინი ვისაც არიცნობდნენ უფრო ახლო გაეცნო. ესე იგი ვერ მითხრა საფრთხური, მაგრამ ხო ვიგრძენი რომ ძალიან ვაწყენინე, მაგრამ არც ერთი ამ გუშმის გარდა ასად არ არის და სამახსოვრო რომ დარჩა და აი დროებით ხელში ვარ დავიჭერო, მაინც შორის სურათს დავიდე, გამოგაქვს რა. So, მე ვისაც გაინტერესებს ახლო ნახე. დათო ფართოდ ობიექტივი. ეხლა დავაგრძელოთ სიტყვით გამოსვლა, მოდი ასაკის მიხედვით უინჟინერი და სტაჟის მიხედვით ბატონი ბიჭიკო ვაშაძე ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი და ყველაზე ჩახებულია საქმეში, მithumetes სპორტში. ბატონო ბიჭიკო გთხოვთ მოგწამდეთ გიორგიევიჩს. თქვენ ბატონო. ყველა ახალგაზრდას ყავს თავისი რაღაც ყაებას არის და ხუმი აღარ ხუმი. ეს ახალგაზრდა ეს გამოჩნდა. ეს თავის ყოველდღე თუ ახასა დაწაბული იყო ეტრებს ჩაიჩოჩოთ. ერთ-ერთი დამსახურებული გახდა. ავანსი ინტელექტი თორა გაკუთრებული. დაბრუნდა. ამას მოხდა ცილება. საერთოდ სპორტსმენი წერი. ეს გაკუთრდა ზოგი. ეხლა რა შეიძლება? არც საფერა არ ვაშოს და ინდამარჩება თვითონმარდე. ასაც ერთადაც მოვატია. ანდარჩი და თამაზე ხო ჩემი ახლობელია. წინა ოთახში მაგ დაახლოებით 112 საათი. ბერანჩი ჩემო ოთახში იყო მოვალე. მე მაგას მიბალავდი. ეს მანადო მე ის ის ყოველი რაც ხალხი რა ტრანსპორტ მეშტამორი აბსოლუტური ინტეგრაცია მე ხალხი აფასებული ნაკლებად და ძალიან გულწრფელია რომ მე მაინც ვძლებ ხოლმე რომ ის პატევის თემა არა და ტეკ თქვენ და აი ძალიან გულწრფელია
ეს არის გოლაბორი დიდი მასი კიდევ ერთხელ მადლობა ვთქვათ პატრიკსა და ხაშუშთან და როგორ ყველაფერს მოწერია ამაკეთ გამოიჩინეთ დიდი მადლობა ეხლა სიტყვას ხო ჩვენ სახელოვან თანამემამულს ბატონ ზურაბ ლუჩკეvičius მოგზაურობ და დიდი ხანია მიდოდა ახლა ვიცი ახალგაზრდა სამოცდახუთი წელია თეხუთი უშემატკივარი უშემატკივარია არქებული წელი ფანატიკა დავდარჩა ფანატიკი ყავი თეხუთი და ეხლა არ გამწვირია რომ ნახე გუშინის განცხადება გამიხარდა მაგრამ არ გამწვირია რომ ვართ ფეხბურთელმა დიმა ფეხბურთელმა რომ ხადრობა მოკიდახენ და ეხლა წარმატება იქნება არის ასეთი შემთხვევა ლექტორი მაგიდეთაკეთა მაგრამ მისი ყველა გაკეთებული მაგიდა შედევრია და სამი ოჯახებში გიგა ერთი ფოტოშოპი ნიკაში დგას აი ის ასაფლერო იყო დიქეინი რომანოების დასაწყება და ის რადგან მაგრამ გამიხარდა იმიტომ რომ თქვენ შეხვედრაზე თქვენ გნახავდით ასე პირადად თორე და თქვენ კიდევ მანუჩან ბაჩელი სადახავთ ასე უფასოდ არასოდეს არ შეგვიძლია ეს გობია ფეხბურთი ჩვენთვის თქვენ იცით კარგად ბარტო სპორტი არ იყო ბატონო ფეხბურთი ჩვენთვის სხვა რამე იყო ერესეთი ჩვენ ისეთი მაყურებელი ყავდა და იყო თბილისში ის მაყურებელი ჩემი თავისუფლება რომლისთვისაც ფეხბურთი ხელოვნება იყო და არ გამიკვირდა ეხლა ის ფეხბურთელი ხელოვნებაში ვეწავიდა თბილისის დინამო სტადიონზე აში დაუკრავთ ჩვენი მოწინააღმდეგებისთვის მაგალითად მოწინააღმდეგებისთვის იმიტომ რომ კაი ფეხბურთი აჩვენებდნენ ეს სპექტაკლი მითიქო ჩვენ უყურებდით სალახაობას და ძალიან ბევრი დიდი ფეხბურთელი იყო თბილისის დინამოს შემადგენლობაში სხვა მაგრამ თბილისის ძალიან დიდი ფეხბურთელები ყავდა მაგრამ ორი კაცი ჩემთვის ორი კაპიტალი იყო გამორჩეული ბასა გოგობელიძე ავტადი გოგობელიძეა ბასას მე არ მინახავს კაპიტალი და ბანანდი ახლა არ ვიცი მე არ ვიყავი მაგისტრის და თქვენ ვიყავით ის დიდი კაპიტალი მარტო კარგი და შესაძლებელი ფეხბურთელი არ იყო ბატონი მარუჩარი ეს იყო ძალიან მაგარი კაპიტალი და კაპიტალს თქვენ იცით ახლა ფეხბურთი ვიზა გიმბარდები თუ ხარკოსული არ და ბევრი რომ კაპიტალზე დამოკიდებულია 80% გუნდის ლაბაში რომ გემის კაპიტალზეა დამოკიდებული გემი გაივლი თუ არა შტორს ისე რომ არაფერი მოუვიდეს ისია კაპიტალზე ძალიან ბევრი თამაში მაშინაც კი როდესაც მის გვერდზე დიდი ფეხბურთელები იდგნენ დიდი ფეხბურთელები საფრანგეთის ლაგრების ძალიან ბევრი თამაში მარტო არ მოგებული ბატონ ბანუჩას მარტო იმიტომ რომ წევა ბატონმა მიტიკოლა როცა გაჭირება იყო და რახათ იყო ჩვენი საქმე ეს რომ ჩაიწევდა გეტრებს აი ეხლა შეო ბევრი სიხარულის მოუნიჭებია ბატონ ბანუჩასთან ფეხბურთი იმიტომ რომ ის მოედანი ქართველებისთვის იყო ერთმა პოეტმა ლექსათას პროზა დაგამახვილ ჩვენი დიდგორიც იყო ჩვენი მასიანიც იყო ის იყო ძალიან დიდი რამე ის მოედანზე რაც ხდებოდა და აი დიდგორში ეს კაცი იყო ძალიან დიდხანს არ დადი იმისი რასაც ჩვენ უყურებდით იქა ძალიან ბევრი სიხარული გაგმოიტებული ნები და არისათი ჩემი მეგობრების სახელითაც ყველა სახელი დაუბრუნდა ჩემთან ერთად ვინც მოშებացმები და ერთად დავდიოდი ძალიან დიდ ვარდობას გიხდით თქვენამისათვის ძალიან დიდ ხანს ვიყავით იცოცხლეთ გაიხარეთ და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ ეხლა ჩვენი რაიონის ინტელიგენციის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს ბატონ კლიმენტის უთიაშვილს ხო გაიხსენოს თავისი ის პერიოდი როცა მანუჩარი მოედანზე იყო და ეს დღევანდელი დღეს ბატონ კლიმენტი ეს ნახატები ჩემი ფასეთ და თქვენი აზრი ამაზე თავისი ფეხბურთის უშემატკივარი 1952 წელს
როგორც ზურიკო თქვა, თავგადაკლული. რომ არ მეძინა იმ დღეს, რომ მეორე დღეს ფეხბურთი იყო. 1952 იყო თუ 53 ზაზროშვილი ჩამოიყვანეს თბილისში და მოსკოვის დინამოს უდემოდა. აი იქიდან დაიწყო ჩემი ავანტყოფური გულშემატკივრობა ფეხბურთის. ანუჩარ მაცაიძე შემოვიდა, შემოგრიალდა დინამოში და იყო ნამდვილად ფილიგრანული ტექნიკის. მე მახსოვს მის მიერ ასე დიაგონალზე წაღებული ბურთი და მეორე დიაგონალზე წამოღებული ვერავინ ვერ არჩევდა ბურთს. ეს იყო ძალიან ძლიერი, ძალიან თქვა კაპიტანი რომ ძალიან ძლიერი იყო. ულამაზესი გოლები გაუტანია. არიში გაუტანია ულამაზესი გოლი 58 მეტრიდან კი მახსოვს სახელიდან და ეს იყო ეს იყო საფრანგეთის სინაი ლამოსი არ ხოდა აგრესეს რეალებდა პირდაპირ სტადიონზე და ფეხბურთი თქვა ზურიკო და მე და ეროვნული იყო ჩვენთვის დინამოს სტადიონზე მოგება თუ გასვლითი მოგება იყო ეროვნული სიამაყის მიღება. რამოდენად სიხარული იყო იცი 78 წელს ჩემპიონები გავხდა. ეს იყო უდიდესი სიხარული სტადიონზე იყავი მაშინ ბოლო სტადიონზე ბოლო თამაში. ეს იყო დიდი რაღაც ზეიმობდა სტადიონი ზეიმობდა ქართველობა ქართველი ხალხი და უდიდესი სიხარულის მომტანი იყო დინამო ბატონ მაჩაიძესთან და მისი კაპიტანი. აი ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, ბევრი შემიძლია თქვა მის შესახებ. ნამდვილად ღირსეული ფეხბურთელი იყო და ერთადერთი რამაც დამწვეთა გული ფახსაკოში წავიდა გვია. მაგრამ კიდე კაი ორი თამაში ითამაშა და წამოვიდა. ქართველი კაცი უნდა საქართველოში მოღვაწეობდეს და საქართველოსთვის უძღერდეს გულში. უყვარდა ისურვებს, სიკეთეს, სიხარული, მართლობა. ჯერ არა, აქ მე მისავს პარავის ბათუმში რო ჩამოვა მე თქვენთან. 22 დეკემბერს საქმე. მაგრამ მიწერეთ 22. 22-ში ატომიწერია 40 წელში დეკემბერი იყო ძალიან დიდი თოლა. ხო. მე მივიდე ერთი. აშა ინტერვიუში თქვა. ხუთიანი მანქანები არის. 22-ში იტანეს სამუთები და გამოფარდეს 22. ჩვენ ბიჭები რომ შვიდი დღეა მოპარული. ასეთი მიგელაშვილი მე წერმა წარმოგიდგენთ. არჩეული პოეტი, კულტურის ყოფილი მუშაკი და არის ცნობილი პიროვნება ჩვენ. მეგობარმა თქვა რომ თავგადაყრული სიყავიო. უშემატკივარი და ერთად დავიდოდე და ნაკლები არ ვიყავი ასე და ეს გარემოებები ფენი რეიდერი რომელიც დინამოს ყველას ახსოვს და ყველა უხაროდა რომ ეროვნული სპორტი იყო ეს რომ ეს ეროვნული სიამაყე იყო რომ მოიგებდა ჩვენ როგორც ეროვნული მირებისა თვილი ფეხბურთელები. მე მაინც ასეთი შთაბეჭდილება მქება, შეგვიძლია მქება რომ გუნდმა თქვენ ვერ გამოგიყენათ საბოლოოდ ისე როგორც თქვენ შეგეძლოთ გამომდგომოდით ხათურ გუნდსა და ფედერაციას. ის ალბათ ეს იყო სამწუხარო აბზე გამოგიდებული როდესაც თქვენ ამ რეიდებით გადახსერავდით სტადიონთან ჩაიტანდით იქ უკვე 100%-იანი გოლი შეიძლება დაგეგმილიყო ისე მოწყობილიყო მაგრამ ეთქობა ალბათ არ სამწუხაროში ალბათ ვერ დააკეთა ისე რომ თქვენი მაქსიმალური პოტენციალი გამოყენებული ყოფილიყო და ბოლოს მიდა ერთი სპიხი ჩენა თბილისში ვიქავდი მაშინ და თბილისის რედაქტორის მოადგილე იყო დავით მელუხა. და ბილეთები არ შეევოდა ფეხბურთის მოედანზე და ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო და მე
მიღებას არ გიდაუნა მანუჩარის თამაში ნახო იცოდა რომ ეცა ჩვენ არ გვახსენებს საერთოდ ატომა ჩვენ არ გვახსენებს საერთოდ აი ზუსტად მანუჩარი თამაში ვიდეოები სპეციალურად მეცა ივედი და სამი ბილეთი აიღოთ და ერთი მეგობარი იღაც არ მოსულა და ეს ბილეთი გამომთავისუფლდა და ოპერის მომღერალი გათუკრავე იშვილი იყო იმასთან და იმასთან ერთად წავედი და ერთად ვიდეოში და ეს ძალიან დასამახსოვრებელი ოპერის მომღერალი ვერზე მალე შეგვიძლია იმასთან ერთად წარმატებას გესწრებით ერევანში ნასაჯის ახსნას ერთი გოლიგეს ამან დაიტანა გოლი და რაიმე იცი სოხებს ადენ ტრედები და ტრედები თავი ჩაიგე და არ მეც ეხლა სანამ შემოგზამდებოდი და საღამოს დავიწყებდი ლაპარაკობდი ბატონ მანუჩარის საჭადრაკო ნიჩზე და მაინც უკრინა რა ვახმოდ რა ის მაგარი მოჭადრაკია გაყილაშვილმა მოუგო ანუ გაყილაშვილი მე გავასწორე და ის დიდ ოსტატია ეს ოსტატია მე მაინც ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც დღესასწაული იყო ქართველებისათვის თბილისის დინამოს მატჩზე მოხვედრა. დღეს შეერთდა მთელი დღე ლაპარაკობენ ფეხბურთზე და თქვენზე და ქალბატონებმა გაიხსენეს ჩემ თანამშრომელი თურმე ცხოვრობდნენ დილუბის დილუბაში ამ სტადიონთან რა ხდებოდა მაშინ როდესაც თბილისის დინამო თამაშობდა. ნახევარ საათოს მივცემთ ეს განსა დღესაც რომ გქონდეს და ღმერთმა ქნას რომ გქონდეს კიდე ქართველებს. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ნიჭიერებას არ აქვს საზღვარი და ჩვენ ხედავთ ამას დღეს. ის რომ თქვენ გზადებით მეცნიერებაში თქვენი სიტყვა კიდე საკმაოდ სერიოზულ ტექნიკურ მეცნიერებაში არ არის ეს პატარა შემოვლობაში პლუს ხელოვნებაში გუში ხაშურის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლის ბავშვები მოვიდნენ და გასაკვირებელმა და დარგენ ეს ბავშვები უყურებენ ზოგს რა მოსწოდოთ ხელით აჩვენებენ და ასე შემდეგ და მასწავლებელი ერთი საოცრად დაინტერესდა მამჩარმა შეიტისარჩა და რატომაც რატულთესებს და რატულ სიუჟეტებს დაუწყოთ ეს პეიზაჟებში ჩასწორდიათ მე შესახებ იქ რომ პროფესორი გაბ და ასე შემდეგ ძალიან ისიამოვნებდა და ჩვენც ვიჯექი და ამ ძალიან ისეთი ჰუმანიზმით სიტყვით სინათლით და სიყვარულით აღბეჭდი ამ თქვენს ბეჭდებას უყურებდი დიდი სიამოვნებით და განცდით თქვენ ბედნიერი კაცი ხართ ბედნიერებასაც არ აქვს საზღვარი მეცმა ბედნიერი განყოფა და დიდი მადლობა ფეხბურთი შევკვეცო ამდენად ნოარის მეცნიერება და ჩვენი რაიონის თვალსაჩინო წარმოადგენს დიაკოპრაძეს არქიტექტორს და მხატვარს ხო სიტყვა რომ გავის პროფესიონალი სიტყვა. ამას არ ეწინოს ყველას მოგესალმებით. მადლობა ბატონ მანუჩარს ცელა ისევ ჩამოგზავნებისთვის. ორივე სიტყვით ძალიან მოკლედ სანამ ჩემს შთაბეჭდილებას ნახატებთან დაკავშირებით ვიტყვი. არ შეიძლება ასეთ დიდ ლეგენდარულ პიროვნებას მადლობა არ გადაუხადო იმ დიდი ფეხბურთისტვის, რომელსაც უდიდესი 80-იანი წლების დინამოს მშენებლობას 70-იანებიდან ჩაუყარა საფუძველი. ბევრი ყველამ კარგად ვიცით საშუალო და უფროსმა თაობამ რა საფეხბურთო დიდი მიღწევა და დამსახურება აქვს, მაგრამ აღარ მინდა ამაზე თავიდან დაუბრუნდე, თუმცა სასაუბრო ბევრი მაქვს, მაგრამ პირველი ჩემი შთაბეჭდილება ასე რომ თქვა ფეხბურთის ცნობიერებაში, როგორც ასაკით მაშინ პატარა ვიყავ, ყველაზე მყაფილ და ყველაზე საამაყო ისეთი რომ აი მომავალ თაობას, აი როგორი იყო ბურთის დაჭერა და როგორ უნდა ბატონო მანუჩარ არ მავიწყდება ბურთში, ფეხში მოგწეული ბურთით დატრიალდებოდით ხოლმე ისე რომ 3-4 იქით. ისე არ შეიძლება. Esla xandafande ასე წეგეს პროფს. ხოდა, აუველაფრისთვის დიდი მადლობა და ძალიან მოხარული ვარ რომ ასე ახლოს დგავარ ამ ლეგენდარულ პიროვნებასთან და ორივე სიტყვით ნახატებთან დაკავშირებით ეხლა უცბად რაც მოვასწარე, ერთს რასაც ხედავ ძალიან სუბუქი ჰაეროვანი გულით დახატული და თავისუფალი ნამუშევრებია, სადაც ადამიანის სულ 3 კილოზე გადმოცემულ
ხერებთან სიფთულე არ აქვს თავისუფალი აბსოლუტურად და თავისი ხედვა იდეალურად აქვს წარმოჩინებული. ხედავთ ძალიან სუბოქია, ჰაეროვანია კომპოზიციები. მშვენივრად არის პროფესიონალურ დონეზე გაწყობილი, გამართული. ყველა სურათი ვერნისალის გარდა ცაცაკი რო შეხედო, დადებითად მოქმედებს განწყობაზე ადამიანის რა. და საკმაოდ პროფესიონალური კუთხითაც კარგი მიდგომა, ჩუქი, ჭრილი ფორმა, განათება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველაფერი. ძალიან მინდა, დიდი მადლობა. იურია შემიძლია რომიტყვიან საუბარი ამ თქვენს მიმართ, მაგრამ აი ის კოლექტიური რაც იყო ჩვენში რომ ერთმანეთს ვერ შეედექით და ჩანდა ეს აი ეს მინდა რომ გითხრათ აი ის დიდი ფეხბურთელები თქვენთან ერთად რომ იყვნენ აი მათი გახსენება მინდა მე აი ეს ნიშანის მინდა გავიხსენო თქვენთან ერთად მინდა მეტრეველი გავიხსენო თქვენთან ერთად მინდა პიფიანი გავიხსენო თქვენთან ერთად და მინდა საქართველო გავიხსენო თქვენთან ერთად და თქვენ ითხოვ სიცოცხლეს ალბათ ღმერთმა მოგცა თქვენ უდიდესი ნიჭი მოგცა რომ დიდი ფეხბურთელი ბრძანდებით დიდი იმის ჭადრაკის ბრძანდებით და აი ეს მხატვრობა კიდე ცალკე ნიჭია ცალკე დიდი ნიჭია ადამიანისთვის ცალკე ნიჭია დიდი ადამიანი ერთ ადამიანს ნიჭიერებისთვის მარტო ეს ეყოფოდა და თქვენ მადლობა უფარს აბა ერთმა ამბობდა მადლობა კიდე ხათურს და მადლობა ბატონ რეზოს აქ უნდა იყოს ახლა ახალგაზრდები აი ის მოსწავლეები ამას და ერთი კვირაში მოვლენ უმურონ რა თქვენთან შეხვედრით რომ მათმა ნახომი ჩვენმა მომავალმა თაობამ თუ რა შეუძლია ადამიანს მის ნიჭიერებას ალბათ დიდ შრომის მოყარეობას ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობა დიდი მადლობა ყველასთვის დარბაზში იმყოფება არც თუ დიდი ხნის წინათ საკუთარი პერსონალური გამოფენა მოაწყო ბატონი გელაშვილი არაჩვეულებრივი მხატვარი და მინდა თავის კუთხიდან დანახული მანუჩარ მაჩაიძე როგორც მხატვარი დაახასიათოს და წარმოთქვას 2011 პირველ რიგში მოგესალმებით და მოხარული ვარ რომ ჩემი ბავშვობის დროინდელი კუმირთან მომიწია შეხვედრა რომლის საქმიანობა რომელშიც ასეთ ვიდეოს საქმიანობა გვიწყდება მე მინდა ყველაფერი კარგად დამუშავებელები გადავხედოთ თორე შეგვიძლია პირველად რომ ხატავთ გავიგე მენი გამოფენის შესახებ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართება მაშინ დავინტერესდი მაინტერესებდა როგორ შემოჩერდა როგორ ხატავდა როგორ გავიგე რომ მითხრათ თუ არა მაშინ მე დავინტერესდი ძალიან სული ნამუშევრებია მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით, თქვენთან გაცნობით და მინდა წარმატებები გისურვოთ აი ახლა სფეროში, რომელშიც მოღვაწეობ დავით წარმატებები იყო და ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ, ხნეობა და ამძიმეობა და დიდხანსიტვით. ქალბატონი მზია ლობჟანიძე იყო მეგზური მუზეუმის ექსპონატები აჩვენა ჩვენს სტუმრებს და ეხლა მინდა უკვე აი ამ თემაზე ელაპარაკოს რამდენადაც იცის რომ მანუჩარ მაჩაიძე სპორტსმენი და ფეხბურთელი იყო შეიძლება ნაკლებად იცნა ამას ხო ხელავ შენი თვალი აი ამ თემაზე ელაპარაკე ბედნიერი ვარ თქვენ გაგიცანით ნამდვილად
და მე მინდა გითხრათ, რომ მუზეუმის Facebook-ზე საინფორმაციო სайтზე ლამის ვიცელქე და მისი ახალგაზრდობის ფოტო დავდები, რომ მე არაჩვეულებრივად მახსოვს ის საოცარი ხან, როცა თქვენ გვაჩუქეთ ემოციების ზღვა. მე მაშინ ვიყავი მერვე კლასში და მეორე დღეს გაკვეთილები საერთოდ არ ჩავტარებია. ქიმიის მასწავლებელიც კი ფეხბურთზე ლაპარაკობდა. მე ეს მახსოვს ძალიან კარგად. ძალიან დიდი მადლობა ამ საოცარი ფერების გამო. ამ სითბოს გამო, რაც თქვენ მოგვიტანეთ ჩვენ საგამოფენო დარბაზში. ბედნიერი ვარ, რომ დარჩება კიდევ ერთი კვირი და ჩვენი მოსწავლეები ალბათ ნახავენ მას. დიდი მადლობა, რომ მაცილობთ ასეთი ძალიან კარგი. მე რაჭველი ვარ და განსაკუთრებით მაყურებელმა დანარჩენმა ქართველებმა რაჭველების განსაკუთრებით მეყვარს. დიდი მადლობა. ხაშურის მკვიდრი, მაგრამ თბილისში მაცხოვრებელი ჩვენი სახელოვანი გელა ჩადუნელი მინდა ორედი სიტყვით თქვას თავისი შეხედულებები და შთაბეჭდილებები ამ ნამუშევრებზე. მე ხანამდე ვერაფერს დავამატებ ახალს, გარდა იმისა, რომ ადამიანებთან ვიყავი შეიძლება სპორტის, არამარტო სპორტის მოხალისეების ლეგენდარული პიროვნება, მაგრამ მე გაუცებული აქვს მოთხოვნა რომ შემოქმედება ფუნქცია. სადიჯი მოიწვის თავსებობა ყველაფერში ინგლისური გაუც ასპარეზია. ისაც იმისთვის რომ გამოავლინოს. ჯორჯი დიდი მადლობა ხაშურის ჩამოგზავნებისათვის ჩვენ შევდო ქალაქში მოხალული ვარ. ჩვენი შეხვედრა შედგა აქ მოგზაურებულად ჩემი და გამარჯვებით ისურვებთ. ორივე მიმართულებით ლეგენდარული ხარ. ხელოვნების ფორმატი რომელიც ახლა ჩემთვის ნახეთ ცნობილი. ორზე აღარ მაგრამ გამარჯვებით. მუზეუმის თანამშრომლობ ქალბატონ ვერიგორს ხო ორეოდე სიტყვა თქვას თავისი შეხედულებები, თავისი სიმპათიური მოხატება. Santi Chunta, Pepuzze veramente svenuto, c'è mio amore lo posso dire, ho fatto questo per la messa da magram, tanti da fatevi, talenti ci cosa da si fa lo scappo magari paesaggi che italiano vicina, c'è tasce fame da un che ne ha voluto mia molto taravici di armate pas di student, შემოგვიყვასებო თუ ვინმეს აზრად დაგებადება ვარ თქვენი Facebook-ის მეგობა თქვენ წინააღმდეგ ვითამაშია თქონდა მე შეგახსენებ ნიშან მოსაძებრო პარლამენტის ნაკრები ჩამოეყარა. ხო, მაშინ 90 პარლამენტში ჩამოშოდი შეიძლება. ხაშურის სტადიონზე პარლამენტის ნაკრები ვითამაშეთ ხაშურის იგივეა, ხო, მაშინ. მოგერდი ხო მოვიდა. აი თვითონ ორი თერმი ის ერთადერთი გუნდი ხაშურის დაკიდვაზე მაგრამ იტალიაში შენ ისადიოდა პატარებელი არა გააჩერა და გუგულება ესე გაიგო მაშინ ბატონ ზეაცმე ხაშუში ფეხბურთელად გათამაშე ლორდის და ხაშუში რაგინო და ამბები ტაქსუ თამაში ხალიში ნათამაში სადა გაქვს ხალისი ბარსელონას კლუბი იყო რა ფილიალი ატო ხალისი ის რაგები თქო ბატონო ვახტანგ შეჩერინი მე ლერი მაისაშვილი აი ბატონ ლევის 70-იან წლებში ლერისთან ისვენოდა ხოლმე ილო დათუნას ხელი ზაფხული აქ იყო ხოლმე დადე გახუნდა ო ჯილაზე პარლამენტში ილო გადაიწოლა დამინაშო გადაიწოლა როდის შეგვიძლია შეფასება საკუთში კარგი ბრძანება არაფერი რა უნდა დავუბრალდეთ ხლა ჩემი უგლის ბიჭები შეგეკითხენ იმ დღეს რომ ვისი ფანი ხარ ამნი ვისი ხარ მე ვარ დინამოს თბილისის დინამოს ფანი და ასე დავჩვენით ჩვენ აქ უმეტესობა ვინცაო ყველაზე ძირფასი მაისური როიოს ხა დინამოს მაისურს ამორჩევდი დიდი მადლობა რომ მომწადით
ერთი წუთი. ჩემო ძირფასებო, ბატონ ვახტანგ ქორიძემ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გააჩერა. უკან არ ვიცი გაიგონეთ თუ არა. მე რა თქმა უნდა ну პირველ რიგში რადგან ბატონ მამუჩაძე ელაპარაკ დინამოელების გასახსენებელი სიტყვა, მაგრამ ძალიან ისეთი ძინე ინფორმაცია თქვა ბატონ ვახტანგიმ დიდი ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი გარდაცვლილი. აი შაფაცარი დაგზავნა. მოდი წუთიერი გულით ყველა დინამოებს ვინც გარდაცვლილია ილია დათუნაშვილის სახით პატივი მივაღოთ. ძალიან დიდი ფეხბურთის მოყვარული არ იყო არასდროს ის ადამიანი, ვისაც ეხლა მე დავასახელე, მაგრამ არაჩვეულებრივად კარგად იცის ყველა დიდი ფეხბურთელი, მათ შორის მანუჩა მაჩაიძე. ეს არის ჩვენი თამაზ მეტრეველი, ჩემი მეგობარი კაცი და ორ სიტყვას ისიც იტყვის. მოგზავნი ბატონ თამაზ? მოდი კაცო. მოყარული დევანდელი გრის. ჩვენი ნახვის აცნობის მართალია ფეხბურთელი არა ვარ გვარით იბატო მეტრეველი Das mal hier, das ist gerade das zurück. Ist wohl da. რა შემორჩა ბატონ მამუჩაძის შესახებ ერთი გაიცნოს და მეორე რასაც დღეს ხედავს თქვას ორი სიტყვით მოგესალმებით ბატონ მამუჩად მე ცოტა შედარებით 10 წლით უმცროსი ვარ თქვენზე მაგრამ ის გვახსოვს რომ თქვენ ნამდვილი კაპიტანიც იყავით და აი როგორც და ბატონი ვახტანგი რომ თელ გულთან ერთად რა თქმა უნდა ვარსკვლავები ბიჭუ და ვარსკვლავები გეხვიათ გარშემო და ეს თქვენი რასაც ქვია თავდადება, სიყვარული, სიხარული და რაც არის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს აკლიათ ჩვენ სპორტსმენებს. აი ეს გქონდა და ხაშურულად რო ჯიგარი გქონდათ რა, რასაც ქვია ჯიგარი. და გაქონდათ თქვენი ლელო თავიდან ბოლომდე და იმ სიხარულისთვის, იმ სიყვარულისთვის დიდი კაპიტანისთვის დიდი მადლობა. და ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია, აი გამოჩნდა დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლაც სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა არის დღეს. ახლა ფეხბურთზე ვერ ვისაუბრეთ. ყველამ და მეც ვიტყვი ორი სიტყვას ქართული კონსტიტუციურად. სპორტთან ძალიან ახლოს არის მიბმული და ეს პერიოდში აი იდენტიფიცირება ხდებოდა ჩვენი რეალობის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ქართულობის დამტკიცება, რასაც თქვენ ახერხებით ყველანი ერთად პატრონობთ. გულსდებით, სულსდებით. ნახატებში რაც იქნება პირველ რიგში თავისუფლება ის აი რაღაც ქართული რაღაც სიტყვა დიდი სიყვარულით არის ყველაფერი გაკეთებული და სასიამოვნოა კიდეც უნდა დღეს და კაშუს და ამახსოვდება დიდხანს თქვენ ეს შენი ყურით ხო გაიგონა რომ ხარ სადმოზე ხო თქვა წავა დასამახსოვრებელი იყო აი რაღაც მე მახსოვს და ყველაზე მეტად ჩემი ბავშვობის ასაკიდან დამახსოვრდა მაგრამ როგორ ფლობდა ბულს აი ბულთის ფლობა კორპუსით როგორ ფარავდა ბულს აი ესეთი ტექნიკა რაღაც გასაგებია იყო ბატონი მამუშავისთვის ალბათ წინვალი კაპიტანი იყო ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სპორტში და ალბათ მთელ ფეხბურთის ისტორიაში რაც შეეხება ახლა ერთეულ ნამუშევრებს ახლა მე პროფესიონალი არ ვარ მაგრამ
ერთი შეხედვით აი ძალიან სასიამოვნო და სათვალიერებელია ერთა შეხამება, კომპოზიცია, ეს ყველაფერი დიდებულად არის შესრულებული და ჩემთვის ნამდვილად სიურპრიზი იყო ბატონმა რეზო მითხრა რომ ბატონი ნამუშარი იქნება ჩვენი სტუმარი და ერთერული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილიო. და ნამდვილად როგორც პროფესიონალმა მიხსნა ის იყო კარგი ნამუშევრები და გაამართლა სრულიად ეს მოლოდინი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ეხლა მინდა ბატონი იაგო მაყარაშვილი მოეხმო 7 ვაშვილის მამა მე-7-ს დაარქვა გონი მანუჩარი თვითონაც ფეხბურთს თამაშობდა დავუშვი მოგზავნე ხაშურის საუკეთესო ფეხბურთზე თექნიკა მოსამზის დაბადებული იყო. ჯარი მაგუწდა. ხო და ბატონი ვახტანგ ქორიძე უკან ჯარი მაგუწდა. ტრენერი ყური დადექით ტეკაშიო. რაკეთე შეიძლება მეუბნა როცა კონგოვი და მახანკოვი ამგებოდა ჯაზა აი ჯარი მაგუწდა. შეკეთე გერაკ ბატონ გერაკეთე შეიძლება რაღაცა ოსიაო ის ისტორია რაღაცა. ბატონო ჩარი. 12 ნახევარი მოხდა დამირეკეთ მე. Onda rahtım bakarım atölye kaptanı takip ediyor açık ay sen çevirme bici ay ben davre sunum çalışma para olacak çevirme davre ya da ekip çevirme dedi ki nit konu kaptanlar zaman bilota am bela pes ditbus siparus o siyasi Вообще будавы ман хлоза тунес вообще надо шаша. Да у меня центр на лавке вообще стадион гасмелум да давтурат твои бадуна погнал. ერთი თორა მეკენა თორა უგულოსთან თავიცება თქვენი კურიოზი გითხარ ჩარჩანდა ფერმუჩი აი ბატონო კურიოზი ვარა ბატონო თორა მიკროფონი ხარ ნაკეთრო უპროსტოვი სამანდილების გამოიდნენ Çünkü oturursa bir çözüm oturursa bir travma olduğunda Raunla davulmak, mahvat, pekoti, çöntüsü artık tamaşı yargam isteniyor. Davet ya, umutimiz stadyonida, maşın Dinamo stadyonu yerleşiyor bu. Daha bu davam tabi Dinamo stadyonu. Daha ehlat dedi bir şey var. Rafa var. Tıklıs açıkçası tarlaktır. Böyle bir televizyon kuruyor. Onun çarma çayıcızı çalıyan Ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ. მაგრამ რა ვიცი, იმდენი კონდა ლაპარაკები მე ახალს ვერაფერს ვერ ვეტყვი. მის სანახავად ფეხბურთზე დიდი მოდელები დავდიოდით, გულშემატკივრობდით, მარტო ბატონებსაც არა, არა შეგოდით თელ დინამოს და ცხოვრობდით ფეხბურთით. ამ ზანას უпроსი თავის წარმატება ეს იყო ჩვენი დიდგორიც და ეს იყო ჩვენი მარტყოფიც და ჩვენი მარაბიც. გაიმარჯვებდა თბილისის დინამო, სიხარულს რამაზე ახონდა. დამასარი, ყველაშორის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშაობელი დაწერეს, რომ თბილისის დინამო როგორ თამაშობდა, აგებდა. ეს რომის დაყოფერებაზე მოქმედებს და ერთი მომენტი ჩავარდა ქონდა თბილისის დინამოს რა ხო არ მინდა რუსეთის მეტალურგიის ქარხნის მუშაობა მართლაც მიმართეს რომ ეს იყო 73 წელი ვარდაბო დაგახსოვს 73-ში ისინი შევარდოთ და დაგვიძინე კონდენ ბატონმა ჩას ორი სტადიონის გახსნაზე როდესაც რაზდანი გაიხსნა მაშინ ბატონმა ჩარმა 71 წელს ბატონმა ჩარის მოიგო ერევნის არადაც გახსნაზე გოლი არ გატანილი და მეორე პარიზში სან-ჟერმენის სტადიონზე მიგონია. ხო, სადაც აწერია ოქროს ასოებით, მანუჩარი. უჩინოვარზე თერმოვოდი. მიეცადი ოქროს ასოები ვაძერია. ხო და იმის რა ბატონ მანუჩარს არ უძახდნენ სტადიონების გახსნაზე, იმიტომ რომ სადაც ავიდა ყველას მოუღია და გაუცხადდა მე გადავუსახე და მასპინძელი. რომელიც რომ წაგებდა მასპინძელი. ხები რომ დაგვიყვეს.
უბრალესი ბატონობა მანჩან რაზისური დიდხანს იხოცლა გამწულობას და რა ვიცი რა არა ჩემს მაიკო ფეხბურთელი ვერის კაპიტალიზმის განმავლობაში და იკაძე მაშინ სანავშვილო თავთავის პირველობა სოფლის მეურნეობა ჩემპიონები გახდა ისე სხვათა შორის რაც შეეხება ხელოვნებას და ნახატებს რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ბუნების შვილები ვართ და მართლაც თითქმის მეწინ ნახატებზე ბუნება არის გამოსახული და რა ვიცი ახლა მე დახასიათებას ვერ დავიწყებ მაგრამ ერთი ბიძა მყავდა კაც ვარც მიღარა ვიცი და არც ეყვაიო მაგრამ ვინ კარგად მღერისო და ვინ კარგად ცეკვავს ისე კარგად ვარჩევ როცა მაინც არის თამაშროლები ყველა კარგად მესვაყო რა დინვალდობა მოზანებისათვის ეს მაგრამ ჩვენ რაიონში არის მაგრამ ისტორიაზე და შადაშორის ეს ის წარმატებები რაც თქვენ მე იმ პერიოდში ვიყავი სტუდენტი როცა თქვენ აქტიურ სპორტში იყავი 70-იანი წლები სულ 80-90-ის შემდეგ ამიტომ სპეციალიზაციაში გავისწავლე და ყოველთვის გორში სწავლობ ჯერკუშკინის პედაგოგიის სწავლობ და ყოველთვის გადაწყვის ისტორიაზე შოთა ჩოჩიშვილის ბალეტში ყავდა თელეგორის სტუდენტები ჩემი ფაკულტეტი და მე თქვენ ფეხბურთზე ყოველთვის წერან საუბრეთ ლოკომოტივის სტადიონზე მე და ერთი ის ყოველთვის იყო საუბარი ერთმანეთსა აი მოძრაობაზე და ერთი და სულ კამათობით ხონდა მოძრაობა ეს ხელი ყოველთვის ხონდა ისე რომ მოწინააღმდეგე რომ მოდიოდა დრო შეტევაზე იყავი ხელი თიგერიები ბუნებრივად ახლა ვერ გეკარებთ არ გარიბა ხონდა აი როგორც და აი ეს მაინტერესებს ეს მართლა ეს ასე მოძრაობა ხონდა რაღაცნაირი ბაკრებული ვიყავი რა არ ყოფნა რა ისო ვერცეთ საერთოდ ვერ დამაჯარება ხელის გავხმაროთ ვაკურდებ ჩვენ აი ხელი ისე მოძრაობა ხოდა ეს ხოდა ბალავაშე გაგესაუბრეთ დაფუძნების უმეში ვარ გასულებში და ინტერვიუის ჩემი ინტერვიუ და საერთოდ მინდა პრობლემები საქართველოში ყველა სპორტის სახეობაში რა როცა აღმავლობის წერტილს ეხარდა მე რაღაც გაკეთებული ასეთი შეიხარ და ჯერ კიდევ ფორმაში ხარ არის რაღაც იზოლებითი რაღაცები ინტერვიუში ისე კორესპონდენტი ისე კითხებს გისვავდა თქვენ რომ იზოლებო იყავით გეთქვათ რა იმიტომ თქვენ ჩემი საზრით ცოტა ადრე წამოხვედით და ჩემში და რაღაც კითხვები და ის კიდე იყო საუბარი საკავშირო სპორტის ზარგაშირებით ეკოლოგიის პრობლემაა ყველა სახეობაში. რუსების დიდი როლი ითამაშა და ჩარტოში და იმაში. დიდი მადლობა. იცოცა ბრავაჭამი რაც შეეხება ნაკუშების სამხედრო დარბაზში გაკეთების მანძილზე ურინებდი ხოლმე მე მხატვარი არ ვარ და მხატვარებთან ძალიან ბევრთან შეიძლება და ეს გამოფენის მოწყობა დიზაინი თქვათ რომ ის შევეძლო რომ ყოველთვის აკეთებდი ვატორეზობას არ აბსოლუტში და მე ვიდექით რომ ბიჭებში დიდრგებენ საფუძვლო გაეცნობა აი ეს თინამოშრები ციკაც საფულის ისეთ პერიოდში როცა დამსვენებლები არიან უფრო ფართო აუდიტორია იქნება კიდე დიდი მადლობა Easy marking Kalkaton banana თქვენი აზრი გამოთქვით მანუჩარ მაჩაიძის ნამუშევრების შესახებ. ეხლა შემთხვევით სამეგობროში შემთხვევით მოვედი სამეგობროში და რო დაგინახეთ გულზე ადამიანს ძალიან ხა მე დიდი მეფეხბურთი ხალია
მაგრამ აი როცა ხედავდით ხოლმე ახლაც რო დაგინახეთ არა აი სულ გულზე გადაარჩა ეს რო დავინახე კიდევ აი ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ ჩვენისთვისაც და აი ამ ახალისთვისაც ამ სიახლისთვისაც სულ კარგად გრძელდებოდა სულ მადლობელი ვარ კიდევ ერთი მერესალები თქვენი ფანი ვარ იქნები მუდამ ერთადერთი ის ვიცი რომ როცა გუნდს გაუჭირდებოდა ხუთი მამუშალი რო ჩაიგდებოდა მე გუნდიც რაკა ნახევარწუთიანი ამას უკის საშუალება ეძლევა დიდი მადლობა ყველაფრისთვის ბატონო დიდი მადლობა ბატონო დიდი მადლობა დიდი ჩემი ცხოვრება მე და ჩემი დასაწყნა უბედნიერესი ადამიანები ვართ და თქვენი ცნობილი ვართ ამის საოცრად ამაყები და ყველაფერი საუკეთესო ისწავლები და ჩვენ მომღერია კაპიტალის კაპიტალი ორივე დროს მეუღლე ვერაფერად ერთი ეხლა მეორე ფიშხეთელი მეორე ხაჩიძე ბატონი ბესო ხაჩიძე ორი სიტყვა დიდოსტატი ფეხბურთში ოსტატი ჭადრაკში ფედერაცია აღარ მოკონებულდა დანარჩენი რა თქვა ახლა მე სხვანაირად და გეთაყვანები უღრმესი მადლობა ხალხის დაბაზებისა ეხლა მე ძალიან აღარ გავაჭრებებ ბატონ თამაზ ლაცაბიძეს რეზუმირებას ვთხოვ მე საჩუქრებს გადავცემ და ბატონი მამაჩარი იტყვის თავის საფრთხეს ჩემთვის თუ შეგვიძლია მოის აგერ ითქვა რომ ფეხბურთიო და სიტყვას მეც ეგრე ვარ მართლაც ისტორიული დღე არის ჩემთვის რომ მე მამჩარმა ჩაიძას ვხდები ხელი ჩამოვართვი ფეხბურთელს იმიტომ რომ არიან ადამიანები რომლებიც ფეხბურთის თავგადაკრული ბალეშიკები არ არიან ასეთი კაცი მე ვარ მე მიხარობდა ჩემი თბილისის დინამოს წარმატება და მებრძოლ ყოფილი ვარ ამ წარმატების შეფრეცსა და ჩემს სამეგობროში რომ რაღაცა მე ყოფილი ვარ ხოლმე რაღაც აი 78 წელი იყო თუ რაღაც დიდი თბილისის ქუჩებში რომ რაღაცა მე ვიდექი იქა მაგრამ როგორც ასე რომ რაღაცა არა ვარ რა ვქნა ეხლა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე და მე დღეს მაგაც ჩემთვის არის დღე რომ მე მაჩაიძე ჩემთან მობრძანდა ოთახში ერთად ვიჯექით ლაპარაკობისა და მაგაც ისტორიული დღე არის ჩემთვის როცა რეზომ ბრძანა აი ეს დღევანდელი დღე და ითქვა რომ სურათები მე გამიკვირდება ეს ნამდვილად არ ვიცოდი რომ ბატონი მამჩარი ხატავდა თბილისში ვიყავი როცა ეს გამოფენა გაკეთდა და რომ ჩამოვედი შემოვიპარე და საათითაოდ დავდექი აი და მაგას ისეთი სიამოვნება მივიღე აი დღესაც აი წარუშელია ბატონო მამჩარი აი მე შემიძლია ის სურათები აი განსაკუთრებით აი ეგ არის რაღაც ჩემთვის უკვე განსაკუთრებულია ცეცულათი განსაკუთრებულია ზამთარი თესორის სეზონი გასაკეთებია აი აქეთკენ მე ვხედავ რაჭის პეიჟაზებს კი არა საკაც ყოფილა რა ვიცი შეიძლება აი ზამად ვხედავ რა ვიცი რაღაც საოცარ და მე რა არის საოცარი სიტყვა აი ფერები შეხამება და ხელოვნება ამასინადაც საუბრობდით ხელოვნება რა არის თუ არა ის რომ განგაცდევინოს შენში გადმოვიდეს რაღაც სიტყვა სიყვარული და აი ამას გრძნობთ თქვენს ნამუშევრებში მინდა წარმატებული ვზანდებოდეთ ერთი ნიუანსიც კიდევ მე არ შემიძლია როგორც ქართველს ეს არ აღნიშნო ადამიანებში მე ვაფასებ არა პროფესიონალიზმი მარტო არა ეს დამოკიდებულება თავისი ერის თავისი ქვეყნის იმ პრობლემატიკის წინაშე რის წინაშე ჩვენ მდგავართ დღესდღეობითა და
როცა არ გადამიშლია გაზეთები და იმ გაზეთებში არის აი ასავალ-დასავალში არის ხოლმე პირკდოსნები და ხშირად ბატონ მანუჩარის ამონარიდები გულსაც მოხვედრია და მithქვამს რომ აი მაფიქრალი ერზე მაფიქრალი თავის სამშობლოზე ჩემო ბატონო მანუჩარ მინდა რომ წარმატებული ბრძანდებოდეთ მინდა რომ თქვენი ერის სამსახურში ბოლომდე გაიხარჯოთ წეგნაც იყო პრობლემატიკაზე ლაპარაკი ჩვენი ქვეყნის ჩვენი ერის ხვალინძელ დღეზე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩვენ შევესწრებით ჩვენი მამული ჩვენი ქვეყნის აღორძინებას დიდი მადლობა მობრძანებისათვის ჩვენი სამუზეუმო გაერთიანება მართლაც ბედნიერია დღევანდელი დღისთვის თქვენ რომ ბრძანდებით ჩვენ თქვენით და მე ალბათ გამოხატავ ჩემი თანამშრომლების ასე ვთქვათ სურვილს რომ ჩვენ გადმოგცეთ საჩუქრად ალბათ მოცილობის ჯამს გაეცნობით ეს არის ხაშურის რაიონის გზამკვლევი ეს არის ჩვენი მუზეუმის გზამკვლევი და ეს არის მიქელანთ ვერხვებიდან მძივები ეს არის ჩვენი მუზეუმის თანამშრომლების შრომა გამოცემები რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეიქმნით ჩვენი რეგიონის შესახებ არ ბრძანდებოდეთ მე ხავშით ეკონომიკასთან გამჭირდება ავკადნიერდები მე კიდევ ერთხელ ჩამოვართმევ ხელს ბატონ მანუჩარს და ავკადნიერები მხარზე მიამორებ როგორც შეგვიძლია მე ამაში დაიწყო და შეგვიძლია რომ ჩემი საყვარელიცი ჩემი მეგობარი ლადიკა ბარბაკაძე არ მოვიწვია და ორი სიტყვა არ უთქვა სადაც ძალიან იყო სიყვარული თქვენი საკუთრებით თბილისში დინამოს მოხარული ვარ რომ ხაშუს ჩვენთან არის შემდეგში გამოვარ მე ჩამოგართოთ ეს კაც ამოვაგდება რომ დელობაში ჩამოვარ ეს ლამაზი აფიშა რეკლამა ბატონ მანუჩარისადმი მიწვევი დაიბეჭდა ბატონ გელას გამომცემლობაში გელა ჩადუნევლისა და ასპონსორა ვაჩუკა და საფსორად მინდა რამდენიმე კაც ვისაც ეყოფა გადავცე მანუჩარ მაჩაიძის ავტოგრაფით ხელმოწერით პირველი აი ლატარიასავი პირველი ბატონი ლერი მაისაშვილი მივართმევ შემდეგ მოდი ლალა მაისაშვილი ბატონო ლალა ბარბაკაძე გოლი რო გაუტანა ბატონ ქაბაზ მეტრევებს ახსოვდა ბატონ ბარბაკაძეს მე მოვიდა ბატონი გიორგი მომაძე მე გადასცენ იეს მამამისი გადასცენ საგერ ბატონო აჰა პროლოგს ეს ბატონი რეზონანს არის გადააწოდეთ ძალიან შორს არის მაგადანურია ასე ესეც გადავეზოს გადაიცით ამირან მაღლაკელიძეს შემდეგი ოტელ გულზე ერთი წარმომადგენელი იყო გიორგი და არ არის და მე თქვენია დაიწყო წადი არც გოლიათეს მასე შეგვიძლია გადასცენ აქ შემდგომ გადაიცი ბატონი იოსებ გრიგალაშვილის არადო გერიშვილის
აი მარლენ როზაძე არ არის და გადაეცით ბიჭები, მაგრამ სულამში როცა მოხდება თვითონ ვერ მოვიდა. აჰა, აი მოწოდი. თამაშათმიშვილი არ მოვიდა. ეს შენთან იყო, მე რო შევწევი გადაეცით. აი გაუწევია ჩემი დაწერილი არაჩვეულებრივი უყურებია ბარბარე ონიკიშვილისა და სადახა ეს ის გოგონა რა ხატების ჩამოტანის ბატონ თამაზ ლაცავიძეს და ბოლოს ბატონ გელა ჩადუნელს ავტორს ამ ყველაფრისა ვისაც არ შეგვიძლია დამგეცინოთ რა შემდეგ შეგვიძლია ეხლა ვიღაცამ კითხვა შევწევი ვიყავი ღობერდება და მატიანეს გიდახავთ ერთ ეს ჩავა და განგანგული 1000 საგზაბეთს ეხლა ჩემო ზვიფასებო აქ იყო წინადადება რომ რაღაც კურიოზი გაიხსენეო ბატონო მანუჩა გუთხრეს და თვითონ რაც უნდა გინდა კურიოზი გაიხსენოს გინდა მოთხრობას გინდა ნახატებს რაზეც უნდა გილაპარაკოს განუსაზღვრელად მანუჩას მოგესალმებით ზვიფასო მეგობრებო მოგმადობას მოგხსენებთ აქ მოგზაურობთ და შეერთდით ეს ამბავი აი რომ შეფერდის ამბავი დაიწყო ბატონ ერეზო პოშკატისა იგი არის შესაძლებელი ორგანიზატორი დიდი ხელოვანი კაცი რომელსაც უყურს ხატრები უყურდა ამიტომაც აი ჩვენი შეხვედრა სწორედ ახლა ეხლა რაც შეეხება მე ჩემი ბიოგრაფია თორჩის კარგად არის ცნობილი ბავშვობიდან შემეყვარდა ფეხბურთის ოხერი მაგრამ ფეხბურთი მარტო მე შეფროს მილიარდობით ადამიანს უყურს ფეხბურთი და შემეყვარდა და გარკვეული წლები მოღვაწეობდი თბილისის დინამოში ჩვენ აი ამ პერიოდში როგორც გამოდიოდი თბილისის დინამოში ძალიან გაჭირებული ცხოვრებით ვცხოვრობ აი ხა დღეს შევხედავ ჩვენ სოფლიოს გამოჩენილი კლუბების ფეხბურთელებს მათი ანაზღაურება და ჩვენი სასაცილოდ არ შეიძლება რომ გახდეს რა ისინი ყოველ წელს იდებენ 10 მილიონი 15 და მესი და რონალდო წელიწადში იდებენ 85 მილიონ დოლარს ჩვენი ხელფასი იყო 200 მილიონი ჩვენ სამშობლოს ემსახურებოდი პატიოს და ისე კი არა ზოგიერთი ეხლა რომ გუში რომ საშინელი ხარებები იყო და ეხლა მილიარდელები არიან როგორ ღმერთმაძის არ ვიცი როგორ შეიძლება კაცმა პოლიტიკაში უცბად იშოვო მილიონები და მილიარდები და $500 კაცმა შეიძლება ბანკი ჩაიდო ხელში დაიწყო მუშაობა და მილიარდებზე ახლდა არ ვიცი პატიოსთან ეს მე მგონი არ შეიძლება საქმეზე ჩემი თავის ხალხი მართლაც პატრიოტები და სამშობლოს უყვარლები. ეს ფეხბურთი რაც შეეხება ფეხბურთს და მისგან გამომდინარე ჩვენ ცხოვრებამდე. რაც შეეხება აი ამ ხატრობას, მე როდესაც ფეხბურთს ვანებებდი უკვე რაღაც 28-29 წელს ვიყავი, პირველად დავიტანესი ფესტით. რა იყო ჩვენ საფრანგეთში რომ დავდივდით შევდიოდით მუზეუმებში ვათვალიერდით და მაშინ ჩემზე ძალიან დიდი ისტორია მოახდინეს იმპრესიონისტებმა, ფრანგმა იმპრესიონისტებმა, რენუარი, მანე, მონე, პისარო, კლოდ მონე და ასე შემდეგ რა. ხოდა მე იმათი ნახატები რომ დავიახე პირველად თითქოს აი გულზე რაღაცა სიფოვინზე რა და იმის შემდეგ დავიწყებ ხატვა. ეხლა მე არავით არის სკოლა ეს ეთქობა რომ დავიბადე დამპატრან ეს სიყვარული და ეს ნიჭი ასე და ისე სხვადასხვის ფრანგი იმპრესიონისტების საგან ვიცი რომ ხატვაზე ვერ ისწავლე თვითონ ადამიანში უნდა იყოს რომ დაიბადება ეს ნიჭი უნდა იყოს და
ალბათ რაღაცა დავყავა. პატარა ვიჭინა. დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ ჩემი დახოდისათვის, იმ კეთილი სულისათვის, რაც მე მის გამომიცხადე ამ სიყვარულისათვის, რაც მე ჩემს მიმართ გამოთქვით. მე ძალიან მიყვარხარ ყველა ქართველი მიყვარდა, ყველა ის ხალხი, რომელსაც საქართველოს უყვარდა, ჩვენ ყველა საქართველოს უყვარდა. შემოწმებოდა დებო, კარგად იყავით, ისულეთ კარგად ყოფნას მეცნიერებას და ჯანმრთელობას. უმეტესი მადლობა მომგზავრებისთვის, განადგურებისთვის, ყველას მომავალ შეხვედრამდე.